საქმიანდილა სტუდიას გიგაფაიგიძე ლოიალტეს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი შემოუერთდა. ჩვენი საუბრის თემა კი იქნება ლოიალტეს გაფართოება და უზბეკეთში ოპერირების დაწყება. სერვისების ექსპორტზე და გეგმებზე საუბარს სტუმართან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით გიგა. არაჩვეულებრივი თემებია. მადლობა გადაცემაში სტუმრობისათვის. რომელი მიღწევებით დავიწყოთ ხო ალბათ გიგა საუბარი რეალურად უზბეკეთში ოპერირების დაწყება ნიშნავს პოზიციონირებას უზბეკურ და ქართულ ბიზნესებს შორის იქნება ლოიალტა ერთგვარი ხიდი. რა თქმა უნდა, მადლობა მოწვევისთვის უპირველესად და წინარე შესავალს გავაკეთებ მცირეც, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება და აქამდეც მივალ აუცილებლად ჩვენ რამდენიმე წელია უკვე ვაკვირდებით ამ ბაზარს და წელს გადავწყვეტეთ, რომ გადაგვედგა ეს პირველი ნაბიჯები გლობალიზაციისკენ ჩვენი ბრენდის, რომელიც იდეაში ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია, რომ საბოლოო ჯამში გავხადოთ ლოიალტე გლობალური ბრენდი, რომლის სათაო ოფისიც იქნება საქართველოში და საქართველოდან იმართება ქსელი. უზბეკეთი ძალიან საინტერესო ბაზარია, ამაზე ბევრ თქვენ სტუმარს უსაუბრია, ამიტომ დროს ამაზე არ დავხარჯავ და გავყვებით სწორედ იმ ხაზს, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სერვისების დახმარებით გავხდეთ ზუსტად ერთგვარი ხიდი უზბეკურ და ქართულ ბიზნეს შორის. უკვე დავეხმარეთ სხვათა შორის ამის მაგალითები უკვე გვაქვს, ქართულ რამდენიმე ბიზნესს, რომლებიც უკვე შევიდნენ უზბეკეთში და ჩვენ ვართ უზბეკეთის IT პარკის რეზიდენტები, მათ შორის დიახ 30 მაისს გაიმართა საკმაოდ საინტერესო ღონისძიება, რომლის პარტნიორები ვიყავით ჩვენ და გაფორმდა ჩვენს და IT პარკის ხელმძღვანელს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მოვახდენთ პოპულარიზაციას იმ შესაძლებლობების, რომელსაც ქმნის უზბეკეთის ბაზარი სრულად და კონკრეტულად უზბეკეთის IT პარკი. მათ შორის იბრაჰიმოვის კი ბატონო და მათ შორის საინტერესო არის ის, რომ ჩვენს 4-ვე ოფისში, რომელიც გვაქვს საქართველოში, იქნებიან გადამზადებული თანამშრომლები, რომლებიც მიაწოდებენ დეტალურ ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს, როგორ შეუძლიათ ისარგებლონ უზბეკეთში აი იმ შეღავათებით და შესაძლებლობით, რომელსაც თავაზობს გავრი ხელისუფლება. ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ, მეც მქონდა საშუალება ფარჰად იბრაჰიმოვთან შეხვედრის და დიდი ინტერვიუ ჩავწერეთ. კარგი ურთიერთობა გვაქვს მაგათთან ოდითგან. დარწმუნებული ვარ, მათთვის არსებობდა გარკვეული კრიტერიუმები. უზბეკეთი ის ქვეყანაა, რომელიც 2016-17 წლიდან არანორმალურ თანხებს ინვესტირებს IT მიმართულებით, ტექნოლოგიებში და რასთავარია განათლებაში. ისინი ამით ძალიან ამაყობენ და ამის შედეგებს ხედავენ. პარტნიორების შერჩევისას ლოიალტესთან ესეთი პარტნიორობის ჩამოყალიბებისას ისინი ბევრ დეტალს მიაქცევდნენ ყურადღებას. გიგა ერთ-ერთი მინდა აღვნიშნო და საქმიანმა საზოგადოებამ მიცოდეს თქვენი პროფილური მიმართულებიდან აუდიტის კუთხით კიდევ ერთი აღიარება, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ISO სერტიფიკატის მენიჭებას გულისხმობს და არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ მთელ მსოფლიოში გიხსნით კარებს. რასთან გვაქვს საქმე და რა სერტიფიკატი მენიჭებთ კიდევ ერთი. მადლობა ამ აქცენტისთვის, გიორგი. რა თქმა უნდა, დავიწყებ იმით, რომ ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდით ამას, რომ იქ ძალიან ლუპით გვაკვირდებოდნენ და ეს მათი კულტურის ნაწილია. და პრინციპში სწორიც არის, რადგან ამ ტიპის ურთიერთობა ფაქტობრივად ძალიან იშვიათად ხდება ამ ტიპის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბება, როგორც თვითონ გაგვიზიარეს. ამიტომ ძალიან ბევრ რამეს მიანიჭე სავარაუდო მნიშვნელობა, მათ შორის რეპუტაციას ალბათ, რომელიც უკვე არსებობს საქართველოში და ქართული კომპანიები ამას აზიარებენ უკვე ქვეყნის გარეთ და იგივე ISO სერტიფიკატი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, რომელიც ჩვენ ავიღეთ შარშან და ამით ძალიან ვამაყობთ, რადგან ვართ პირველი ქართული ბრენდი ჩვენ სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001-2015 სერტიფიკატს, ეს არის ხარისხის მართვის სისტემები და კონკრეტულად ბუღალტრული აღრიცხვის და საგადასახადო აუდიტის მიმართულებით მოგვენიჭა ეს სერტიფიკატი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვუფრთხილდებით და ალბათ იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი ესეც. ასევე თქვენ განათლებაც ახსენეთ, ჩვენ ორი კომპანიით ვართ შესული უზბეკეთში. ერთი არის საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც არის IT პარკის რეზიდენტი და მეორე არის ყველა დანარჩენი სერვისი და სწორედ აი საგანმანათლებლო მიმართულება არის მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ხო, სწორედ ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. უზბეკეთში ოპერირების გარდა ლოიალტე ძლიერდება ადგილობრივ ქვეყანაში, საქართველოში, გარდა ქსელის გაფართოებისა, რომელიც
ბოლოს თუ სწორად მახსოვს და ვიცი ასევე ინფორმაცია რომ გლდანში არის ბოლო ოფისი გახსნილი. გარდა ამისა 100-ზე მეტ დასაქმებულიც ყავთ უკვე და მათ შორის ხდება კიდევ უფრო მეტად ჩვენს ქვეყანაშივე სერვისების განვითარებაც. აი ამ კუთხით რა სიახლეები გაქვთ ბაზარზე? მიუხედავად იმისა, რომ უზბეკეთი 10-ჯერ დიდი ბაზარია დაახლოებით ჩვენთან შედარებით, ჩვენ გეგმავთ, რომ ფლაგმანი ყოველთვის იქნება ქართული ლოიალტე. მაინც ნებისმიერ ქვეყანაში სადაც გავალთ და აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ყოველ მომდევნო წელს გვაქვს მიზნად აღებული, რომ მინიმუმ ერთ ქვეყანაში შევიდეთ. მაგრამ ფლაგმანი იქნება ყოველთვის ქართული ლოიალტე. ქართულ ლოიალტეში იქნება ყოველთვის ახალი პროდუქტები, რომელიც გაიტესტება ქართულ ბაზარზე და შემდეგ უკვე დაკოპირდება სხვაგან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ საქართველოში განვითარდეთ და ერთ-ერთი საინტერესო თემა, რომელიც თქვენ ასევე ახსენეთ, ეს არის ფილიალების ქსელის გაფართოება. ჩვენს ბიზნესში სამწუხაროდ ეს არ არის, თუ საბედნიეროდ არ ვიცი, ჩვენთვის ალბათ საბედნიეროდ დამკვიდრებული პრაქტიკა, რომ ფილიალების ქსელით ოპერირებდნენ კომპანიები, ჩვენ ზომის ქვეყანაზე მაქვს საუბარი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ბიზნესი გადის დაახლოებით იგივე ციკლს, იგივე განვითარების გზას, რაც მაგალითად გაიარეს საფინანსო ინსტიტუტებმა და ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად ახლოს მივიდეთ ჩვენ მომხმარებელთან და თუნდაც თბილისში აი გლდანის ფილიალი ახსენეთ, რომელიც ჩვენ ახლა გავხსენით, დაახლოებით 1 კვირა, სულ რაც გავხსენით. გლდანი აბსოლუტურად ცალკე რაღაც მინი ქალაქივით ჩამოყალიბდა თბილისის შიგნით, ამიტომ ძალიან რთულია უკვე თუნდაც კომუნიკაცია იქაურ მომხმარებელთან, რადგან გლდანიდან რომ გამოხვიდე საბურთალოზე, სადაც ჩვენ ძირითადი ოფისი გვაქვს, საკმაოდ დიდი დრო გჭირდება და ფაქტობრივად ერთ დღეს კარგავ. ამიტომ გავხსენით ოფისი გლდანში, ამის გარდა ბათუმში ჩვენ გვაქვს ოფისი უკვე 2019 წლიდან და ზოგადად რეგიონულ დაფარვას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვფიქრობ, რომ რეგიონებში არის უდიდესი პოტენციალი, რომელსაც ჯერჯერობით ვერც ჩვენ და ვერც ჩვენი ვერც ერთი კონკურენტი ვერ ითვისებს და ვგეგმავთ, რომ ფილიალების ქსელი გავაფართოვოთ როგორც თბილისში, ასევე სხვა მსხვილ ქალაქებშიც. ეს დარწმუნებული ვარ, ასახულია თანამშრომელთა რაოდენობაზე და მიუხედავად ეს ქსელური განვითარებისა, რაც ლოიალტეს ბიზნეს მოდელში უდევს არის წარმოდგენილი თქვენს მიერ და თქვენი პარტნიორების მიერ, დარწმუნებული ვარ, ეს ახალი სერვისების და რაღაცა მოთხოვნისგან გამომდინარეობს. ერთი მხრივ თანამშრომლების რაოდენობას მაინტერესებს, გიგა, და მეორე მხრივ რა არის ეს ახალი სერვისები, რაც ბაზრიდან მოთხოვნის სახით წამოვიდა, ან მეორე მხრივ თქვენ ბრძანდებით პირადად და თქვენი გუნდი პროაქტიულები ამ ახალი სერვისების მიწოდებაში. კი ბატონო, მოგახსენებთ, თანამშრომლების რაოდენობა 100 გადავაჭარბეთ უკვე. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს 11 ბიზნეს მიმართულება, რაც საკმაოდ ბევრია ჩვენ ბიზნესში, მაგრამ კონცეფციას ჩვენი სწორედ ეს არის, რომ გავაერთიანოთ ყველა ის მიმართულება, ყველა ის ბიზნეს პროცესი დავფაროთ, რომლის აუთსორსზე გამოტანაც პოტენციურად შეიძლება, რომ თეორიულ დონეზე მაინც არსებობდეს. ეს 11 მიმართულებაც ვითარდება, წელს კიდევ ვამატებთ ამდენიმე მიმართულებას და საბოლოო ჯამში გვინდა რომ პოზიციონირება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ყოველთვის ეს არის, რომ კომპლექსური მომსახურება ბიზნესისთვის და ბიზნეს შეუქმნათ ის კომფორტი, რომ ერთი კომპანიისგან მიიღოს ბევრი სხვადასხვა სერვისი, რომელიც მათთვის არის საბოლოო ჯამში ხარჯთეფექტური, ზოგავს დროს, ფინანსებს, ურთიერთობების კუთხით ძალიან კომფორტულია და ამისთვის უკვე ინფრასტრუქტურულ ნაწილსაც ვაყოლებთ თან. რაც შეეხება მიმართულებებს, ჩვენი მიმართულებები აქამდე უმეტესწილად მაინც დაკავშირებული იყო რეგულაციებთან, მაგალითად ფინანსები, ბუღალტერია, გადასახადები, HR-ი, იურიდიული მიმართულება და ასე შემდეგ. თუმცა ეხლა ძალიან აქტიურად ვავითარებთ ორ ძირითად მიმართულებას და წელს ეს იქნება ჩვენი წელს და ალბათ მომდევნო 2 წელი მინიმუმ სტრატეგიული მიმართულება, ეს არის IT, ტექნოლოგიები და ეს არის მენეჯმენტ კონსალტინგი და სტრატეგია, რომლითაც უკვე არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე ვაკეთებთ გათვლას, არამედ ქვეყნის გარეთაც, რადგან ეს სერვისები არის სწორედ აი ეს მთავარი რაღაც ძალა, რომელიც ყველაზე სწრაფად ვითარდება დღეს მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ როგორც წეგან ვახსენე, აქ გავტესტავთ და შემდეგ უკვე დავაკოპირებთ სხვა ბაზრებზე, მათ შორის არის უზბეკეთში, რა თქმა უნდა. თუმცა უზბეკეთი ჩვენთვის არის ცენტრალურ აზიაში რაღაც საბაზისო ლოკაცია, საიდანაც ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლებში დავფარავთ ძალიან ცენტრალურ აზიას და ასევე გალფის ქვეყნებსაც.
მაგრამ ამ ყოველფრის მიღმა ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც ის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არის, რასაც ლოიალტე მუდმივად იყენებს პროცესში. ერთია რომ ერთი ფარჯრის პრინციპით ემსახურებით ბიზნესს, ეს არის კომპლექსური მომსახურება, რაც კომფორტს უქმნის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, თუმცა გაციფრულება, რასაც ასევე სთავაზობთ, მათთვის რა მხარდაჭერის კომპონენტი არის თქვენი? გაციფრულებას ძალიანაც რომ გვინდოდეს ვერ ავწდებით უბრალოდ, რადგან თუ ავწდებით, ჩვენ თვითონაც ავწდებით მთლიანად მე ბაზრის განვითარებას და ადრე თუ გვიან ეს კარგად არ დასრულდება ჩვენთვის, ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ერთის მხრივ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩვენი შიდა პროცესების გაციფრულებას და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ ოპტიმიზაცია და იძლევა თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას სხვადასხვა მიმართულებით, რომ ჩვენი პროცესები გავხადოთ უფრო ეფექტური, რაც საბოლოო ჯამში აისახება თუნდაც მომხმარებლისთვის ფასებზე და კომფორტზე მომსახურების მიწოდების პროცესში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რომ ჩვენ ძირითადი სეგმენტი აქვე აღნიშნავ არის მცირე და საშუალო ბიზნესი. ესე იქნება საქართველოშიც და ქვეყნის გარეთაც და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რომ შევქმნათ ისეთი ხელსაწყოები, რომელიც დაეხმარება ჩვენ სამიზნე აუდიტორიას რომ გაციფრულდნენ და ეს ჩვენთვის საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა კომერციული მიზანიც არის, თუმცა ფიქრობთ რომ ამით დავეხმარებით თვითონ სექტორსაც. უშუალოდ რაც შეეხება ამ აქტივობას ერთის მხრივ, აი ხა მაგალითად მუშაობთ პროდუქცია კონკრეტულად SME ბიზნესისთვის, სადაც თავს მოუყრით ყველა ქართულ, ყველას ალბათ არა, მაგრამ უმეტეს ქართულ ციფრულ ხელსაწყოებს, რომლებიც და ეს ქართული მინდა რომ გამოკვეთილი იყოს ყოველთვის და ჩვენ ამ კუთხითაც მხარი დაუჭიროთ ქართულ სტარტაპებს, რომ ჩვენ სერვისებთან ერთად შევთავაზოთ მათი სერვისებით, კონკრეტული განსაკუთრებული პირობებით და რა თქმა უნდა ამას გავაყოლოთ საინფორმაციო ნაწილი, რაში გამოიყენებენ და როგორ იქნება მათთვის ეს ყველაფერი სასარგებლო და მეორეს მხრივ ჩვენ თვითონ ვალვითარებ, ჩვენ გვაქვს ორი პროგრამული უზრუნველყოფა შექმნილი, რომელსაც ვყიდით, ერთი არის HR მიმართულებით, ეს არის კონკრეტულად რეკრუტინგის მიმართულებით, თანამშრომლობის შერჩევის და დაქირავების კუთხით და მეორე ეს არის უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფა, საგადსახადო რისკების იდენტიფიცირების და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევის კუთხით, თითაც სხვა შორის ჯიტა 150,000 ლარიანი გრანტი მოვიგეთ სულ რამდენიმე დღის წინ და ამ მიმართულებითაც ვფიქრობთ, რომ ალბათ აქაც აქ ტესტავთ და შემდეგ უკვე გავიტანთ უზბეკეთში ამ ყველაფერს. ილოცავთ, კარგი ამბებია. მადლობა დიდი და წარმატებებს გისურვებთ. და პირველივე წარმატებული შედეგებით გელოდებით უზბეკეთიდან უკვე ჩვენ სტუდიაში. მადლობა გიგა ფაიქიძე, ლოიალტეს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი სტუმრობდა საქმიან დილას სტუდიაში.